ისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო ძვირფასებო, მიხარია, როცა სადაგი დღეა, მაგრამ ეკლესიას მლოცველები მაინც არ აკლია. ნაკლებად მჯერა მე დღეს ასწავლე ქრისტიანების, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც დღესასწაულებზე დადიან, საგდაგ დღეებში არ დადიან წირვაზე. ეს კი პირდაპირ მანიშნებელია მათ ამხსარებლობაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემო ძვირფასებო? დღესასწაული იქნება თუ არ იქნება? ყოველი კვირა ხომ არის უფლის დღე? ამიტომ თუ შენ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, კვირას უნდა მიხვიდე ტაძარში. და რატო უნდა მიხვიდე? მადლობა უნდა შეწირო ღმერთს. ევქარისტიოს ნიშნავს სამადლობელს. ეზიარები თუ არ ეზიარები, გიჭირს თუ გილხინს, გტკივა თუ სიმშვიდეში ხარ. უნდა მოხვიდე ეკლესიაში, სადაც გინდა იყო, მით უმეტეს თუ ისვენებ და მაგისი საშუალება გაქვს, რომ დაისვენო. გაბედნიერებაა, რომ მიხვიდე იმ რაიონში, იმ ქალაქში მოძღვართან და უთხრა, მე გახლავართ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის მრევლი და გთხოვთ, რომ ჩაიბაროთ აღსარება, მინდა რომ თქვენი ხელიდან მივიღო ზიარება. ასე იქცევა ყველა კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანი. გაბედნიერება, როდესაც ადამიანი მოდის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად, თუ ყავს, შვილებთან ერთად, დედმამიშვილებთან ერთად. ახლა ვხედავ ჩვენი შოთა სრული შემადგენლობით ალთუნაშვილი მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად, თამარი ნარიმანიძე კანადიდან ჩამობრძანდა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოვიდა და მიიღო წმინდა ზიარება. აი ყველა უმრავლესობა ზანდებით მეუღლეებთან ერთად. დაფიქრდით ამაზე, ჩემო ძვირფასებო, ნუ თუ იმხელა რა ვიცი, აი დამსახურება არა გვაქვს ჩვენს მეუღლესთან, რომ უთხრათ, რომ მე გამიხარდება, რომ თვეში ერთხელ მაინც წამოხვიდე ჩემთან ერთად წირვაზე. მე რომ დილით გამოვიპრანჭო და წავიდე, ხო გაგიჩნდება კითხვა, სად მიდიხარ? ქორწილში რო წავიდე მეუღლის გარეშე, ხო ეწყინება მეუღლეს. დაბადების დღეზე რო წავიდე, ხო ეწყინება. რატო არ წყინს მეუღლეს? კვირადილით შენი ქმარი და შენი ცოლი სად მიდის? არ გაინტერესებს? აი აქედან იწყება, ჩემო ძვირფასებო, ოჯახებში პრობლემები. მე უბედნიერესი ვარ, რაც ჩემმა მეუღლემ წირვაზე და ლოცვაზე დაიწყო სიარული, მე უფრო გავძლიერდი სულიერად. უფრო ამაყი ვარ და უფრო სამაგალითო ადამიანი გავხდი ბევრი ოჯახისთვის. ადრე შეიძლება ეთქვა ვინმეს, მამაო, შენი ცოლი და შენი შვილები არ დადიან წირვაზე და შენ მე რატო მომიწოდებ, ხო? ამიტომ გთხოვთ ყველას გემუდარებით, რომ ერთად იყავით, ჩემო კარგებო. რაც მთავარია, ქრისტეში იყავით ერთად. და ქრისტეში რო ერთობა ოჯახში არ იქნება, მერე ყველა პრობლემა მოდის აქედან. და იმახსოვრეთ კარგად. როდესაც თქვენ მოდიხართ წირვაზე, ტაძარში რომ იბრძანდებით, თქვენ ყველას თქვენი გარკვეული სათხოვარი გაგაჩნიათ ღმერთთან. ხო, ისი არავინ არ მოდის, ფიქრობ გონებაში, სანამ ნარიყალაზე ამოდიხარ, რა გინდა რომ სთხოვო ღმერთს. აი ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გხვდებათ კარებში იესო ქრისტე და გეუბნება, რომ შვილო, რასაც შენ ახლა მე მთხოვ, გწამს, რომ მე ამისი გაკეთება შემიძლია? შენ მაშინვე ეტყვი, რომ წამს. ხო და გეტყვის უფალი, რომ შენი რწმენის მიხედვით მოგეგოს. და თუ არ მოგეგო, დაუსვი შენ თავს კითხვა. ესე იგი მე რწმენა არა მაქვს იმ დონის, რომ ჩემი სურვილი შეასრულოს ღმერთმა. ძალიან ლამაზი ხატია მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა სოფიას ხატი. წმინდა სოფია იყო დედა, ანუ სიბრძნე და მას ყავს 3 ქალიშვილი. რწმენა, იმედი და სიყვარული. თუ ჩვენ გვინდა ეს 3 სათნოება, უпростоრეთ 4 გქონდეს, პირველ რიგში უნდა ვითხოვოთ სიბრძნე. სიბრძნე არ ცოდნიდან მოდის და არც მარტო განათლებიდან სიბრძნე არ მოდის. მთელი ბიბლიური ისტორია გვაუწყებს, რომ
არც ერთ მართალ ადამიანს არ ერქვა ბრძენი გარდა სოლომონ ბრძენისა. როგორ? ის ბრძენი დაიბადა და ვიღაცა სულელი დაიბადა? არა. ის იყო ისრაელის მეფე და ღმერთმა რო კითხა რომ რა გინდა რომ გაგიკეთო? მომეცი სიბრძნე, რათა გავარჩიო რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამის გარჩევა დღეს ძალიან რთულია, ჩემო კარგებო. შეხედავ ადამიანს გესიამონება, შეიძლება მოძღვარიც იყოს, კარგად გამოიყურება, კარგად ქადაგებს, კარგად აცვია, მაგრამ შიგნიდან ძალიან ბევრი სიბინძურია მასში. თეთრად შეფეთქილი საფლავი უწოდა ასეთ სასულიერო პირებს ქრისტემ. სოლომონმა ითხოვა სიბრძნე და სიბრძნესთან ერთად მიიღო ყველაფერი, რაც შეიძლება რომ ადამიანმა მიიღოს და სოლომონზე წერია რომ მასზე ბრძენი ადამიანი არ დაბადებულაო და არც დაიბადებაო. თუმცა ბოლოს მიიდრიკა კერპთაყვანისმცემლობისკენ თავისი 300 ცოლი ყავდა და 700 ხასა ხარჭა და თავისი ცოლების კერპთაყვანისმცემლობაში ჩავარდა, თუმცა ცნობილია რომ ბოლოს მაინც შეინანა. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი იმედი გქონდეს და სიყვარული, პირველ რიგში უნდა სიბრძნე ვითხოვოთ. იაკობის ეპისტოლე წაიკითხეთ, გაძლევთ რჩევას დღეს. ხოლო სიბრძნე არის ზეციდან გარდა მომავალი მამისაგან ნათლისა. სიბრძნე შეიძლება არა მართლმადიდებელსაც გქონდეს. შეიძლება არ იყოს ქრისტიანი, მაგრამ სიბრძნე გქონდეს, მაგრამ თუ სიბრძნე აქვს ადამიანს, აუცილებლად ის გახდება ჭეშმარიტი მორწმუნე. ესე იგი, თუ გაქვს სიბრძნე, გაქვს ჭეშმარიტი რწმენა და თუ ჭეშმარიტი რწმენა გაქვს იმედი. რისი იმედი გაქვს? რომ ღმერთი არ გაგწირავ შენ და ღმერთი შენთან იქნება განსაცდელში. და თუ ჭეშმარიტი იმედი გაქვს, გექნება ჭეშმარიტი სიყვარული. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უყვარს, არავინ არ აზულს, არის მოსიყვარულე. მამა გაბრიელი კიდე გვასწავლიდა, რომ სიყვარული ისწავლებაო. როგორ ვისწავლოთ სიყვარული, ჩემო ძვირფასებო? ადამიანი არის გონიერი არსება. ადამიანს არ შეუძლია ინსტინქტებით რო უყვარდეს მარტო. ინსტინქტებით უყვარს ძაღლს თავისი ლეკვი, ძროხას თავისი ხბო, ქათამს თავისი წიწილა. მაგრამ ადამიანს რო ინსტინქტებით უყვარდეს, მაშინ ის ჩვეულებრივი გონიერი ცხოველი იქნებოდა და მეტი არაფერი. როგორ შევიყვაროთ? როგორ შევიყვაროთ? უყურეთ. თუ ადამიანი განსაკუთრებით გძულს, ან შეიძლება არ აგძულს, მაგრამ არ გიყვარს და გინდა რომ შეიყვარო, დაიწყეთ ამ ადამიანზე ფიქრი. დაიწყე ფიქრი, რომ საკუთარ თავზე კი არ იფიქროსო, დაიწყე ფიქრი, ეს ადამიანი რატომ ძულს მე? რატომ ვერ ვიტან? რა დამიშავა? ეგ ხომ ბოროტია, ეგ ხომ ძიმე მდგომარეობაშია. მოდი, ვეცდები რომ მე ახლა ამ ადამიანზე ფიქრიდან გამომდინარე დავიწყო ლოცვა. და ჩემს მეუღლეზე, ჩემს შვილებზე, ჩემს შვილიშვილებზე წინ ვილოცებ იმ ადამიანზე, ვინც მე მაღიზიანებს, ვისაც ვერ პატიობ ვერაფერს. და როცა შენ ვინმე გაღიზიანებს და ვერ პატიობ, შენ დასტრესილი დადიხარ ამ დროს, ნერვე ბაშლილი და შენი პრობლემაა, ჩემო კარგო, ეს. თუ მაღაზიაში დგეხარ და ხარ გამყიდველი, მაგალითად ღვეზელებს ყიდი. უნდა გიხაროდეს რომ შენი გემრიელი ღვეზელი ბევრმა ადამიანმა დააგებოვნოს და თქვას, აუ რა გემრიელი იყო, ყველის გამყიდველი ხარ, კარტოფილის გამყიდველი ხარ. ხო, მე მაგალითად პირდაპირ გეტყვით რომ ერთი სული მაქვს ამბიონზე გამოვიდე, ისე ვიქადაგო რომ ადამიანებს გული გაუთბო და გული გაუხარო და ადამიანი ნარიყალადან წავიდეს დამშვიდებული, გახარებული, ბედნიერი და იმედით ახსავსე. სულ ამაზე ვფიქრობ. ეხლა როგორ ვიქადაგებ, როგორ ვიოქროპირებ, არ ვიცი. იმიტომ რომ ოქროპირი ერთი იყო, მეტი არავის არ ქვია ოქროპირი. მაგრამ ეგ ხომ მაინც შემიძლია რომ ნერვები არ მოგიშალოთ, არ შეგაშინოთ, არ დაგამწუხროთ. არის წირვები, ადამიანი იქიდან გამოდის და ეძებს ვინ მოკლას, ვის მოაჭრას თავი და გონია რომ მის გარშემო უკვე ჯოჯოხეთია. არა, ჩემო კარგებო.
შენს გულში რაც ხდება, ის ხდება შენს გარშემოც. თუ შენ გულში ღმერთია, შენს გარშემო ანგელოზები არიან. თუ შენს გულში ეშმაკია, შენს გამო ეშმაკუნები დარბიან სულ. კოკასაშიგან რაც არის, იგივე წარმოდინდების. დაიწყეთ ფიქრი, ვის რა სიკეთე და სიყვარული გაუკეთოთ. დამერწმუნეთ, რომ მტერი მოყარე გახდება და თქვენს გარშემო ნამდვილად ოაზისი იქნება დამყარებული. ბევრი რომ აღარ გავაგზელო, დღეს ამოვწერე 7 ნიშანი, თუ როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, მას სულიწმინდა აქვს თუ არა. ეს ძალიან საინტერესოა, ჩემო კარგებო, ჩვენ უნდა ვიცოდოთ. პირდაპირ წერია ლუკას სახარებაში, რომ შვილი რომ მამასო პურსას თხოვსო, ან თევსო თხოვსო, გველს ხო არ მისცემსო არა? არც ერთი ნორმალური მამა შვილს გველს არ მისცემს. ასევეო, თქვენი მამა ზეციერიცო, ვინცოს თხოვსო სულიწმინდასო, ის აუცილებლად მისცემსო მას სულიწმინდას. და როგორ უნდა ვიგრძნოთ? პირდაპირ გეტყვით, ჩემო კარგებო, რომ ვისაც სულიწმინდის მადლი აქვს, ის გრძნობს ამას და ვისაც არ აქვს, ის ვერც იგრძნობს, რაც არ გაგაჩნია, როგორ უნდა იგრძნო, ხო? პირველი სიმპტომი, პირველი ნიშანი სულიწმინდის მადლი რომ არის შენზე არის შვიდობა, სიმშვიდე. შვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. პირველი რასაც ვითხოვთ დიდ კვერექში, ეს არის მშვიდობა. იესო ქრისტე რომ იშვა ქვეყნიერებაზე, ანგელოზები მშვიდობას უსურვებენ სოფლიოს, რომ აღდგება მშვიდობით მიესალმება და ყოველთვის იესო ქრისტე მშვიდობას გვიძღვნის ჩვენ და ჩვენც ერთმანეთს მშვიდობას უსურვებთ. დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა და საღამო მშვიდობისა. და თუ შენში მშვიდობა არ არის, არც შენ ოჯახში არ იქნება მშვიდობა და არც ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა. მეორე, წმინდა წერილის სიღრმისეული ჭვრეტა. წმინდა წერილი, ანუ ძველი და ახალი აღთქმა დაწერილია წმინდა ადამიანების მიერ. წმინდა ადამიანების მიერ არის განმარტებული, ანუ მამათა სწავლებებია, განმარტებულია ეგზეგეტიკა და თუ შენ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, წმინდა წერილი უნდა იკითხო წმინდა მამების განმარტებით და სიღრმისეულად გაიგებ რა წერია ბიბლიაში. ეხლა შეკითხვა სვავ, რამდენმა ქრისტიანმა სიღრმისეულად კი არა, საერთოდ არ იცის რა წერია ძველ აღთქმაში და რა წერია ახალ აღთქმაში. კი იცის რომ ბიბლია ღვთაებრივი წიგნია, ეამბორება, სახში უდევ ცელოფან შეხვეული, მაგრამ ერთხელაც არ გადაუშლია და წირომ შეხვდება წვალებელი იეჰოვას მოწმე, რასელისტი, უпростоრედ, ეთქვის რომ აი აქ რო ეს წერია, იქ რო ეს წერია, მერე საბრალო თვალებით იყურები, ვერ იგებ რაზე გესაუბრება მწვალებელი. ამიტომ თუ შენში სულიწმინდა არის, აუცილებლად უნდა იკითხო, უნდა გიხაროდეს, რომ შენმა სულმა საკვები მიიღოს წმინდა მამათა განმარტების. მესამე ეს გახლავთ, სულიწმინდის მადლით ადამიანი განიცდის თავის ცოდვებს. ისე კი არა, როგორც ჩვენ არ ვიცით რა უნდა ვთქვათ, ხო? პეტრეს როცა ესტუმრა ქრისტე და უთხრა რომ მარჯვნივ გადააგდე ვადე, მიხვდა რომ ცოდვილი ადამიანი იყო, ხელმოცარული იყო და მაშინვე დაემოწაფა ქრისტეს. და თუ ჩვენ გვინდა რომ სულიწმინდა იყოს ჩვენზე და ძალი მაღლისა გვფარვიდეს, უნდა ჩვენი გულიდან აღმოსარება გავაკეთოთ ჩვენი ცოდვების. ჩამოწერილი არა. აი რაც ყველაზე ძალიან გაწუხებს და ყველაზე ძალიან გიჭირს იმისი თქმა, რომ მამაო რა სიტყვის ჩემზე, როგორი ცუდი კაცი და ცუდი ქალი ვყოფილი ვარ თურმე. აუცილებლად ჩემო ძვირფასებო, სულიწმინდა გვეხმარება ჩვენ აღსარების თქმაში. სულიწმინდა გვპატიობს, სულიწმინდა გვისმენს და სულიწმინდით გვეპატიება ყველაფერი, რასაც ჩვენს აღსარებაში განვიცვით. მეოთხე, რა საინტერესოა უყურე, ვამჟღავნებს სიყვარულს, სადაც სიძულვილია ჩემს მიმართ. ჩვენც იმათნაირები კი არა ვხდებით,
იციან ხოლმე რომ ავი იმ ადამიანთან არ მიყვარს ყოფნა, იმას ვზულვარ, ვეზიზღები, ეს სახეზეც აწერიათ ხოლმე ხანდახან რომ გიყურებენ და მოჭუტული თვალებით რომ გიყურებენ, ან ზურგს რომ შეგაქცევენ და ქოქოლას რომ მოგაყრიან, ზურგი რომ გეწვება, ხო გრძნობ ამას, მაგრამ შენ იმისნაირი კი არ ხდები, შენ იტყვი რომ უფალო შეიწყალე, უფალო შეგვიწყალე, ეთყობა მე ჩავაყენე ამ მდგომარეობაში ის დედამთილია, რძალია, მეზობელია, თანამშრომელია, თუ ვინც არის. გუშინ ჩავდიოდი აქედან, ძალიან ვიწრო გასასვლელი იყო და ვიღაცა ესეთი, ცოტა ესეთი კაცი გაუძეხი როა და ძვირფასი მანქანა რო ყავს, მოკლედ მეუბნება რომ გამატარეთ, ამ დროს მე უნდა გამატაროს, უკვე გასული ვარ და ზევით რო ასული იყო, თავისუფლად გავიდოდი და იქიდან დამიწყო აშკარად გინება. მეუღლემ კი დამაკავა, მაგრამ მაინც კაცი ვარ ბოლო-ბოლო რა, გადავედი. გაუღე კარები და ვეუბნები რომ რატომ აგინებს, მაო, გადაგიშავე. ბოდიშები მიხა და აღმოაჩნდა კიდევ გონება, მაგრამ მე სიყვარულით გადავედი, იმიტომ კი არ გადავედი რომ ხელში წავავლე ხელია. უბრალოდ შემეცოდა რომ მღვდელს რო აგინებ, თან უდანაშაულოდ, შენ რაღაცა დაგემართება და ბოდიში მოიხადა იმ კაცმა, თანაც ბევრჯერ და დავლოცე და წამოვედი. მაგრამ მე სიყვარულით გადავედი, მე გინებით არ გადავსულვარ. კარგად გამიგე ჩემო ძვირფასოებო, ჩვენ შეგვიძლია ცეცხლი ბოროტების, მრისხანების ცეცხლი ჩავაქროთ სიყვარულით. აი გარი მეორე ლოყის მიშვერა, პირდაპირ გაგებით კი არ უნდა გავიგოთ რომ ლოყამ რომ ხედავ რომ ადამიანს ეზიზღები, მაგრამ შენ მაინც რომ სიყვარული გაგაჩნია, აი გარი სულიწმიდის მადლი, შენ არ ბოროტდები და არ ამჩატდები ეშმაკისგან, როცა შენ სულიწმიდის მადლი გაგაჩნია. მეექვსე, გინდა ლოცვა და უფალთან ახლოს ყოფნა. დღესასწაულია, არ არის დღესასწაული, ცხელა, ცივა, რა მნიშვნელობა აქვს? უფალთან გინდა, ლოცვა გინდა, ტაძარში გინდა, მოძღვართან გინდა, სიკეთის ქმნა გინდა. აი გარი, ჩემო კარგებო, სულიწმიდის მადლი რომ მოდიხარ და ხალხი სად მიდიხარ? ამ სიცხეში წირვაზე რა გინდა კაცო? ხო იყავი წინა კვირას, ან ცივა, ან მოკლედ ყველა ერთობა ისვენებს, შენ კიდევ კოხტად ჩაცმული მიდიხარ წირვაზე. სოფელი დაგცინებს, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო, იმიტომ რომ ქრისტიანობა ებრაელებისთვის არის სიგიჟე და ელინებისთვის არის სიცოფე. დღეს ქრისტიანობა არის, როგორც გითხარით, სიცოფე და სისულელე. იმიტომ როგორ ანაირად კაცო, გაერთე, ჭამე, ჩაიცვი, დაიხურე, ისეირნე, დატკბი. ჩვენ არავის არ უშლით ამარს. ოღონდ არავინ არ დააფრკოლო, არავის არ ეჩხუბო, არავინ არ განიკითხო, სვის ქონებაზე და მეუღლეზე თვალი არ გეჭიროს, შენი იკმარე, რაც მოგცა ღმერთმა და მადლიერი იყავი ყოველთვის. მეხუთე, ხედავ, უпростოდ მეშვიდე, ხედავ უფალი როგორ ცვლის შენ ცხოვრებას. ასაინტერესოა უყურეთ, მარხულობ, ლოცულობ, სიკეთეს აკეთებ, ეზიარები, ახსარებას ამბობ და აი ყოველდღე ხედავ როგორ იცვლება შენი დაცემული ბუნება. როგორ მიდიხარ სიბნელიდან სინათლისკენ, ჯურღმულიდან ზეცისკენ, წუხარებიდან სიხარულისკენ, სიძულვილიდან სიყვარულისკენ და თუ ამას ვერ აგზნობ და თუ ამას ვერ ამჩნევ, მაშინ შენ სულიწმინდის მადლი არ გაგაჩნია. ამის მერე ჩემო კარგებო, აუცილებლად დააკვირდით აი ამ 7 სიმპტომს, არის თუ არა ნამდვილად ჩვენზე სულიწმინდის მადლი. უმორჩილესად გთხოვთ, ბევრი თქვენთაგან ეს ახსარება მოვისმინე და წუხვარ ძალიან. სახში რომ მიხვალთ, უთხარით თქვენს მეუღლეებს, თქვენ შვილებს, გიყვარს შენი მეუღლე? გიყვარ ვარ? გიყვარ. მამიკო, გიყვარ ვარ? ხო. მომავალ კვირას წამოდი ეკლესიაში. რა ხდება? არაფერი არ ხდება. მინდა რომ წაგიყვანო ეკლესიაში. თუ გიყვარ ვარ, ჩაიცვი და წამოდი. არ ეზიარო არაფერი, ისე დადექი და შენთან ერთად მინდა უფალთან ყოფნა.
და თუ ეს არ გააკეთა შენმა მეუღლემ და შენმა შვილმა, მას არ ყვარები ხარ შენ. იმიტომ რომ შენ რო უთხრა მომავალ კვირას ქორწილში მივდივარო, აუცილებლად წამოვა. თანაც წაგიყვანს ახალ კაბას გაყიდინებს, ახალ ფეხსაცმელებს და ისე წამოვა. რამდენად მეტია წირვაც იგივე ქორწილია, ხო იცით თქვენ? მამამ საკუთარი ძის ქორწილში დაგპატიჟა. თან როგორმა მამამ, ყოვლის შემომქმედმა მამამ დაგპატიჟა. და შენ მიდიხარ, ან არ მიდიხარ და უამრავ მიზეზებს იგონებ, რომ ვერ მოვალ რა? არა მცალია. ან მოხვალ, მაგრამ არ ეზიარები და ზიხარ, ასე. მერე გეტყვიან შენ, მოვლენ სტიქაროსნები, ანგელოზები და გეტყვიან, გაბრძანდით გარეთ. აქ შენ ტყუილად ეკავებ ადგილს. აი ამაზე დაფიქრდით, ჩემო კარგებო. დაფიქრდით ამაზე, იმიტომ რომ დრო ძალიან მოკლეა. ძალიან ისეთი უცნაური ამბები ხდება მსოფლიოში, რომ აშკარად გული მიგზნობს, რომ რაღაც ახალი კოვიდი შეიძლება შემოდგომაზე გაჩნდეს ხელოვნურად. შეიძლება ესე თავისუფლად ვეღარ მოვიდეთ წირვაზე. ამიტომ ყოველი დღე და ყოველი წუთი სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით გამოიყენეთ. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთი დაავლოცოთ, ერთმანეთი არ განვიკითხოთ. თურმე მამბები ამბობენ, რომ ადამიანი რომ მარტივად ცხონდეს, სამი მდგომარეობა ამისთვის. პირველი, არ შესწოდოს. ეს არ შეგვიძლია არავის, ხო? რომ არ შევწოდოთ, ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია. მეორე, არავინ არ განიკითხოთო. ესეც შეუძლებელია ჩვენთვის. ეს პირველი, ორი შეუძლებელია. მესამე, გულწრფელები და ლმობიერები იყავითო და ამით შეიძლება რომ ცხონდე. გულწრფელი, გულახდილი, ხალისიანი, კეთილი, თავდაბალი, მოყვარული, ღვთის მოშიში, გულჩვილი, გულმართალი, რა ვიცი. მე მგონი არ არის ძნელი ჩემო კარგებო, ხო? აპატია ცოტა მეტი ვისაუბრე, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა ძალიან ცხელა და არანაირი დღესასწაული არ არის გარდა კვირა დღისა, აი ზუსტად მაშინ უნდა შევქმნათ ჩვენ დღესასწაული, იმიტომ რომ ცოცხლები ვართ, იმიტომ რომ სულიწმიდის მადლი არის ჩვენზე და ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. და თუ ჩვენ ბევრნი ვიქნებით, საქართველო გაბწყინდება, საქართველო გადარჩება. ოღონდ ამერიკის დახმარებით კი არა, ან რუსეთის დახმარებით, ან ევროპის. არა, ჩვენი დახმარებით, სულიწმიდის მადლით გაბწყინდება ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მომავალ ხუთშაბათს 14-ში